ისევე როგორც კვების სხვა ასპექტებში საჭმლის შემადგენლობასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი მითი არსებობს. Ბევრი მათგანი საბოლოო შედეგში დიდად არაფერს არ ცვლის, მაგრამ იქამდე მისვლას უფრო ართულებს, ამიტომ ამ ვიდეოში განვიხილავთ ასეთ მითებს და თან ვიტყვით რა არის მათში არასწორი. პირველი მითი არის ბოლო დროს გაპოპულარებული მოსაზრება, რომ ორგანული საკვები უფრო ჯანსაღია ვიდრე არაორგანული. ძალიან ბევრი კვების გურუ ამტკიცებს, რომ თუ საკვებს ორგანული სტიკერი არ აკვირიაზეთ, მაშინ ის 1000 შხამითაა სავსე და ჯობია თავიდან ავირდეთ. ეს მოსაზრება ძირითადად იმ ფაქტიდან მოდის, რომ ჩვეულებრივ სოფლის მეურნეობაში ხშირად იყენებენ პესტიციდებს. პესტიციდები ბევრი მიზეზის გამო არის საჭირო, მაგრამ მთავარი მაინც მოსავლის სხვადასხვა მწერისგან, ობისგან, მცენარეებისგან და მღრღნელებისგან დაცვა არის. პესტიციდები შეიძლება საშიში იყოს ჭამთელობისთვის, მაგრამ არა იმ რაოდენობებით, რასაც თუნდაც გაურეცხავი პროდუქტის ჭამისგან მიიღებთ. ფერმერებშიც კი, რომლებსაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით პესტიციდებთან უწევთ მუშაობა, არანაირი გვერდითი ეფექტები არ შეიმჩნევა. პესტიციდებს ორგანული საკვების გასაზრდელოდაც იყენებენ, უბრალოდ ეს ბუნებრივი პესტიციდებია, რომლების მაღალი დოზებით მიღებაც იგივენაირად საშიშია ჭამთელობისთვის. ბუნებრივობა იმას არ ნიშნავს, რომ რამე უფრო უსაფრთხოა. უკვე ძალიან დიდი რაოდენობის სამეცნიერო კვლევები საკმაოდ დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ ერთადერთი განსხვავება ორგანულ და არაორგანულ საკვებს შორის მათი ფასია. ამიტომ ზედმეტი ფულის დახარჯვა თუ არ გენანება, რა თქმა უნდა, შეგიძლია მხოლოდ ორგანული საკვები მიიღო, მაგრამ არ გეგონოს, რომ ორგანულში რამე განსაკუთრებულია. ჯანსაღი კვება ჩვეულებრივი საკვებითაც თავისუფლადაა შესაძლებელი. მეორე არასწორი მოსაზრება არის, რომ მთლიანი ხილბოსტნეულის ჭამა და მათი წვენის დალევა ერთი და იგივეა. ეს აზრი ალბათ ყველას მოგვსვლია თავში, ზოგადად საჭმელთან დაკავშირებით. რატომ არ შეიძლება, რომ საჭმელი ჩავანაცვლოთ დანამატებით ან წვენებით, თუ საერთო ჯამში მაინც იგივე ნივთიერებებს და კალორიებს მივიღებთ? პასუხი არის, რომ ტექნიკურად შეიძლება. მხოლოდ წვენი და დანამატები რომ მიიღო არ მოკვდები, მაგრამ ეს ძალიან არაპრაქტიკული და არაოპტიმალური იქნებოდა ჯანმრთელობისთვის. პირველ რიგში შეიკები და წვენები ისე ვერ დაგანაყრებს, როგორც მთლიანი ხილი და ბოსტნეული. საჭმლის მოცულობა და ჭამის შემდეგ დანაყრების შეგრძნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ამ საჭმელში შემავალი ნუტრიენტების მიღება. ამას გარდა არსებობს მტკიცებულება, რომ დანამატების მიღებას ნუტრიენტებით სავსე მთლიანი საკვების მიღება ბევრად ჯობია. კალციუმი რომ ავიღოთ მაგალითად, ძალიან ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ კალციუმის საკვების მიღება ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მისი დანამატისგან მიღება. დანამატებს ხშირად მეტი გვერდითი ეფექტებიც აქვთ. მაგალითად, საკვები ბოჭკოს დანამატი უფრო ხშირად იწვევს შებერილობას და დისკომფორტს, ვიდრე ჩვეულებრივი საკვებში შემავალი უჯრედის. ამიტომ სანამ წვენებს და დანამატებს მივიღებთ, პრიორიტეტად ჯობია ვიფიქროთ მთლიან საკვებზე. მესამე მითი არის, რომ ხელოვნური დამატკბობელები ცუდია ჯანმრთელობისთვის. ზოგადად შაქრის შემცვლელები შეიძლება იყოს ხელოვნური, მაგალითად ასპარტამი და სუკრალოზა, ან ბუნებრივი, მაგალითად სტევია და ბერისხილი. მაგრამ განსაკუთრებით ხელოვნური დამატკბობელების გარშემო უფრო მეტი კონტროვერსია არსებობს. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ უშაქრო სასმელებს ბევრად ჯობია მათი შაქრიანი ვარიანტები. ჩვენ აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ რომელიმე ნივთიერების ხელოვნურობა ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ის მავნეა. და იგივენაირად, რომელიმე ნივთიერების ბუნებრივობა ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ის მარგებელია. ყველაზე ხშირად გამოყენებულ ხელოვნურ დამატკბობლებს, როგორც არის სუკრალოზა და ასპარტამი, უკვე წლებია იკვლევენ და მათზე მტკიცებულება საკმაოდ დამაჯერებელია. ისინი უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ჩვეულებრივი დოზებით გამოყენების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტში ყველა ადამიანი მხოლოდ იდეალურ პირობებში მოპოვებულ წყალს დალევდა, მაგრამ ჩვენი რეალობა ასეთი არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი ყოველდღიურად საკმაოდ დიდი რაოდენობის შაქრიან სასმელებს მოიხმარს, რაც ჭარბწონიანობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. წარმოიდგინე ჭარბწონიანი ადამიანი, რომელიც დღის განმავლობაში 2 ბოთლს შაქრიან კოკა-კოლას სვამს. მისთვის წონის დასაკლებად კოკა-კოლის აკრძალვა, რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ დღეში 2 ბოთლიდან ეგრევე მხოლოდ წყალზე გადასვლა საკმაოდ არარეალისტურია. ზუსტად ასეთ შემთხვევებშია უშაქრო ვარიანტები გამოსადეგი. კოკა-კოლის ან ნებისმიერი სხვა სასმელის უშაქრო ვერსია საშუალებას გვაძლევს, რომ შევინარჩუნოთ ის გემა, რომელიც ადამიანებს ასე ძალიან მოსწონთ, მაგრამ თავიდან ავიცილოთ ის შაქარი და ზედმეტი კალორიები, რომელიც მას მოჰყვება. თუნდაც მათთვის, ვისაც შაქრიან სასმელებზე დამოკიდებულების პრობლემა არ აქვთ, წონისკლების პერიოდებში, როცა კალორიების რაოდენობა შეზღუდულია, ასეთი შაქრის შემცვლელების გამოყენება საკმაოდ გამოსადეგია და მთელ პროცესს უფრო მარტივს ხდის. და საბოლოოდ დაგვრჩა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავდროულად კონტროვერსიული საკითხი, რომელიც არის გენმოდიფიცირებული საკვები. გენმოდიფიცირებული ნიშნავს, რომ ეს საკვები გამოყვანილი იყო სპეციფიკური შეჯვარების მეთოდების ან გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით. სამწუხაროდ საზოგადოებაში ძალიან ბევრი არასწორი წარმოდგენა არსებობს ასეთ საკვებზე, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოების აზრს გენმოდიფიცირებულ საკვებზე საკმაოდ უარყოფითად აქცევს. სინამდვილეში საშიში კი არა, შეიძლება ითქვას, რომ მის კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, რომელმაც მსოფლიოში საკვების უკმარისობის პრობლემა ნაწილობრივ მაინც გადაჭრა. გენეტიკური მოდიფიკაცია შეიძლება მოხდეს ხელოვნური გადარჩევის ან ბუნებრივი გადარჩევის გზით.
ხელოვნურ გადარჩევას ადამიანები იყენებენ სხვადასხვა პროდუქტში სასურველი თვისებების გამოსაყვანად. ამას უკვე ათასობით წელია ვაკეთებთ სხვადასხვა სახეობების შეჯვარებით. ასე გამოჰყავდათ ჯიშები, რომლებიც უძლებენ გვალვას, სიცივეს, სხვადასხვა დაავადებებს და ზრდიან საჭმლის რაოდენობას და ხარისხს. ტექნოლოგიის და გენეტიკური ინჟინერიის განვითარებამ უბრალოდ დააჩქარა ეს პროცესი. ახლა სხვადასხვა სახეობების შეჯვარების მაგივრად შეგვიძლია პირდაპირ შევცვალოთ მაგალითად ვაშლის გენი და მივცეთ ისეთი თვისებები, რომლებიც გააუმჯობესებს მოსავალს და უფრო გამძლეს გახდის მას. იმის მიუხედავად, რომ გენეტიკური ინჟინერია ბევრად უფრო რთული და კომპლექსური პროცესია, ვიდრე სხვადასხვა სახეობების ერთმანეთთან შეჯვარება, საბოლოო ჯამში მთავარი პრინციპი მაინც ერთია: სასურველი თვისებების პოვნა და მათი კულტივაცია. გარდა იმ ფაქტისა, რომ ადამიანები უკვე 20 წელზე მეტი არაც გენმოდიფიცირებულ საკვებს მოიხმარენ, მათ უსაფრთხოებას კიდევ ათასობით კვლევა ამტკიცებს. ამიტომ არ გეგონოს, რომ გენმოდიფიცირებული რამე საშიშს ნიშნავს. ასეთი საკვები შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.